აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ახალი შემადგენლობაში მინისტრობის 10 კანდიდატურა წარადგინა, თუმცა ეს კანდიდატურები თანამდებობებზე ჯერ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. მოგიდგინეთ, მათ უმრავლესობა გაქვს საკმაოდ სერიოზული გამოცდილება საზღვარგარეთ ურთიერთობისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი მეგობრები ჩვენი გამოცდილება გააკეთებს იმას, რომ რაღაც დარწმუნებული დამატებითი სახსრებით, ინვესტიციებით მოვიზიდოთ, რომ ეს ყველაფერი მოახმაროთ მათ პრობლემებს. როგორც კი დაიწყება მათი მოსვლა თანამდებობაში, იმ დღესვე უნდა დაიწყოს მათი გასვლა მოსახლეობაში, შეხვედრები მათთან, პრეზენტაცია იმ ამოცანების შესაძლებლობების, რომელიც მათ გააჩნია. კონფლიქტური რეგიონი, ბუნებრივ ეს არის ყველაზე რთული რეგიონი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი ბიუჯეტი გამოვიყენოთ ამ კონტინგენტის, ასე ვთქვათ, მაქსიმალური სერვისისათვის, ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.